გამარჯობათ. ეხლა მინდა განახოთ თუ რას წარმოადგენს კარადა დივაიდერი. მოკლედ აი შევდივართ. დავაწყებოდეთ აი აქ ვართ ეხლა ტრიკაჩი, ვირჩევთ შკაფი რას პაშნიეს, ვეუბნებით ოკეის და გამოვიდა ესეთი პანჯარა, სადაც წერია ესეთი რამ შკაფი და მოკლედ ვირჩევთ კარადას აი ესეთი კარადას, სადაც გამოდის აი ესეთი პანჯარა. ეხლა რეებია ეს არის იაშიკი ართუჯრიანი, ეს არის საბოთლე, სამოჯრიანი, ანუ მრავალუჯრიანი იაშიკი. ფასადი არის ზევიდან დასმული, ფასადი შიგჩასმული, დუხოვკა, ეს არის ვეშოლკა, ჯოხი ვეშოლკის თარო, ეს არის თაროები, ეს არის ცარგა, ეს არის საზურგე და ეს არის თვითონ კორპუსი კარადის და ესეც კარადის კორპუსი აქვს სხვანაირი კონფიგურაციის. მოდი ჩვენ ჯერ განვიხილოთ აი ესენი რაც ჩვენ ჩავათვალეთ, ამათ ვეძახით ჩვენ პლეისერებს. ანუ და როგორ მოიხმარება ეს პლეისერები კარადაში, მაგასაც ერთად ვნახავთ. ну ვირჩევთ კარადის კორპუსს, აი ესეთ ავატვები და გამოდის კარადის კორპუსი და გამოდის მაშინვე აი ესეთივე პანჯარა, სადაც გვაქვს PR ნიშნავს პროფილს, L იცით რასაც ნიშნავს, K იცით რასაც ნიშნავს, დანიაში ვიცით რაც ხდება, R ნიშნავს რიგელს, H ნიშნავს ფალშფასადს, აქ დამატებით რაღაცები და გვაქვს ჯობი. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ აქ გვაქვს სიგანე კარატის, მოდი აღვნიშნოთ, რომ ეს იყოს 1800 სიგანე, სიმაღლე იყოს 2450 და სიღრმე იყოს 650. დავაწვევით ენტერს და დაინახავთ, რომ კარადის გარე ზომები აი ესე შეიცვალა. ну თუ ჩვენ გვინდა ისე იგი შევცვალოთ თვითონ კონფიგურაცია კარადის, აქ გვაქვს ბევრნაირი ვარიანტი, მაგრამ ეხლა ჯერჯერობით დავტოვოთ ეს როგორც არის. აქ ხედავთ, რომ არის 4-ნაირი კონფიგურაცია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ. ისე იგი მინდა გითხრათ, რომ აი ამ კარადის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ტიპის კარადა გააკეთოთ, როგორც ტანსაცმლის, ასევე მისაღების, ვიტრინები, რაც კი მოგეხასიათებათ, ასევე სამზარეულოს ხუთებით დაამზადოთ და შეინახოთ შემდეგ აი საზდაც მაკრო სადაც წერია მაკროს მეშვეობით შეინახოთ მოიკატალოგში ან სადმენების სხვა ადგილას. ეს არის დივაიდერი ზუსტად აი აქ სადაც კურსორი გავაჩერე, მე მოდი დავაწყებინოთ ამ დივაიდერს და გამოდის აი ესეთი პანჯარა. ჩვენ ისე იგი შეგვიძლია ესე წავალოთ კურსორი და ჩამოვიტანოთ აქ. ну აქ ხედავთ, რომ იწერება ზომები, გააჩეროთ შეგიძლიათ ამ ზომაზე, ან დააწყაპუნოთ უკვე აქ და 576 კი არ მინდა 589 დაუშვათ, ხო? ვეუბნები ოკეის და всё, აი დააყენა 589-ზე, აი თუნდაც შეგიძლიათ დადგი და ნახოთ. ეხლა აქ დავაწყაპუნე მარჯვენა ღილაკს და ვეუბნები, გამოიტანა ესეთი რამ და ვეუბნები, რომ შუაზე გამიტიხროს, ესეთ შუაზე გამიტიხროს, ესეთ შუაზე გატიხროს, ესეთ შუაზე გატიხროს, აქაც შუაზე გამიტიხროს, აქ შემინდა ესე ჩამოვიტანო და აქ მივცე ზომა 200. ოკეის ვეუბნები. შემიძლია აქაც შუაზე გავატიხრინო, კი ბატონო. მე აქაც ჩამოვიტანო და მივცე აქ ზომა 350, აბატონო. ესეც გავატიხრინო შუაზე, აბატონო. და აქაც ჩამოვიტანო აი ესეთი ზომები. ესენი დავაყენოთ, მოდი ვთქვათ 400-ზე. ან და 450. კი ბატონო.
აქაც ჩამოვიტანე და დავაყენე 450 ესეც 450. აი მივიღე ესეთი კონფიგურაცია. ეხლა გამოვედი აქედან და თქვენ დაინახეთ რომ ყველა ტიხარი დადგა ესე. აი ძალიან მარტივად და სწრაფად მოხდა ეს. ეხლა ეს პლეისერები რას გვაძლევს? აი მაგალითად ვეშორკა შემიძლია წავიღო და დავსვა აი აქ. ნახეთ თქვენ როგორ დაждდა. ну მართალია არასწორად დავში, იმიტომ რომ ფეხები თან ახლოს მომივიდა. მაგრამ არა უშო როგორც კი ამას დააწვევით, თქვენ შეგიძლიათ აი ამ მწვანე თითა პრაბელს აწვევით და ჩამოიტანეთ დაუშვათ აი ესე. კი ბატონო, აჰა. ნახეთ ჩამოვიდა ქვევი და ესე დავში. შეგიძლიათ ერთი ხაზით ზევით აიტანოთ, იმიტომ რომ 18 მმ-ია ხაზებს შორის მანძილი. აგერ გვაქვს დაუშვათ თარო. შემიძლია თაროც სამე ჩავშვა, თუნდაც ერთი ცალი თარო აი აქ ჩავშვი. აი თავის თაროს დამჭერებით. ესენი არიან პლეისერები, კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ პლეისერებს აქვს ზუსტად აი ესეთი თვისება, რომ სადაც შეგიძლიათ იქ ჩავშვათ. იგივე ფასადი გნებავთ. ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ ჩავშვათ ფასადი, მაგრამ ამას შემდეგ ვიდეოებში ნახავთ ჩვენ როგორ ხდება. ეხლა ჩვენ კარადის ყუთთან დაკავშირებით მუშაობთ. ეხლა დავაწყაპუნეთ კარადას და მოდი დავშვათ ცოკოლზე. შევედით აი აქ ცოკოლ კორპუსა და აი დავშვათ ცოკოლზე. მე გვაქვს ცოკოლ სლევა, ცოკოლ სპრავა, ცოკოლ ზადნი. ანუ 4 მხრიდან დავშვით ცოკოლზე. და ნუ რა მინდა გითხრათ, აი ეს იყო ძირითადი რამ, რაც მინდოდა მე მეჩვენებინა თქვენთვის. კაში აგრეთვე გვაქვს თუ შევალთ სპინკა, აი შეგვიძლია დავშვათ სპინკაზე, თუ ვეთქვით პერეშოც ეს ყველაფერი დაიმალება და სპინკა შევაშიგით. შეგვიძლია აგრეთვე დავაწყაპუნოთ და კაში შევიდეთ და მატერიალ სპინკის მასალა პოზიცია იმის საზურგის ხო ავიღოთ ჩავშვათ შიგნით. ისე პერეშოტით აი ესე და აბატონო. ну თქვენ ხვდებით ახლა რომ რასთან გვაქვს საქმე, რამდენად სწრაფად. თქვენ თუ იცით კარადის შიდა განლაგება, რამდენად ჩქარად და სწრაფად ხდება კარადის აგება, ისე რომ პრინციპში ბევრი დროის დახარჯვა არ გიწევთ ამისთვის. დანარჩენებს კიდევ ნახავთ პლეისერები როგორ მუშაობს, როგორ ვაკეთებთ კარებები, როგორ დავკიდოთ, გასაგრებელი კარებებიანი როგორ იყოს და ასე შემდეგ. პრინციპში ამით მე ამ ვიდეოს ახლა ვამთავრებ და მინდა დაგემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად გრძანდებოდეთ.